2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ტურნირია. პირველად მუნდიალის ისტორიაში მას ერთდროულად 3 ქვეყანა აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ. ასევე პირველად ტურნირში 48 ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, მატჩების რაოდენობა კი 104-მდე გაიზრდება. ამ მასშტაბების გამო მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ გამოწვევადაც იქცა. წინა მსოფლიოს ჩემპიონატებისგან განსხვავებით, სადაც ხშირად ახალი სტადიონების მშენებლობა იყო მთავარი მიმართულება, 2026 წლის მუნდიალის შემთხვევაში აქცენტი გაკეთდა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე. ჩრდილოეთ ამერიკას ისედაც ჰქონდა თანამედროვე სპორტული არენები, რომლებიც NFL-ის, MLS-ისა და სხვა მსხვილი ტურნირების მასპინძლობას წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებდნენ. ვინაიდან ამერიკული ფეხბურთის მოედნები უფრო ვიწროა, ვიდრე კლასიკური საფეხბურთო მოედანი, ამის გამო ისეთ არენებზე, როგორიცაა SoFi Stadium ლოს-ანჯელესში, მოუწიათ ქვედა იარუსის კონსტრუქციების შეცვლა და კუთხეებში ადგილების დემონტაჟი, რათა საფეხბურთო სტანდარტის სიგანე მიეღოთ. განახდა VIP ზონები, მედიის სამუშაო სივრცეები, უსაფრთხოების სისტემები, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და გულშემატკივრების მომსახურების ცენტრები. განსაკუთრებული სამუშაოები ჩატარდა ნიუ-ჯერსის MetLife Stadium-ზე, სადაც ფინალი გაიმართება. ასევე მექსიკის ლეგენდარულ ესტადიო აზტეკაზე, რომელიც ისტორიაში პირველი სტადიონი გახდება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი მესამედ ჩატარდება. მხოლოდ საორგანიზაციო სტადიონების მოდერნიზაციისა და უსაფრთხოების პირდაპირ ხარჯებმა ჯამურად 10-დან 12 მილიარდ დოლარამდე მიაღწია. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტრანსპორტის განვითარება იყო. ვინაიდან ტურნირი 3 ქვეყანაში და 16 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანი იყო მილიონობით ტურისტისა და გულშემატკივარის გადაადგილების გამარტივება. ამ მიზნით გაფართოვდა აეროპორტები, განახდა მეტროსა და ავტობუსების ქსელები, აშენდა ახალი სატრანსპორტო კვანძები და შეიქმნა სპეციალური მარშრუტები მსოფლიოს ჩემპიონატის სტუმრებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესს, ტორონტოს, ვანკუვერსა და მეხიკოს, სადაც მოსალოდნელია ყველაზე დიდი ტურისტული ნაკადი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტადიონების მშენებლობა თითქმის არ განხორციელებულა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება მაინც მილიარდობით დოლარი დაჯდა. სხვადასხვა შეფასებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, უსაფრთხოების სისტემებზე, ტრანსპორტისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლებაზე საერთო ჯამში რამდენიმე მილიარდი დოლარი დაიხარჯა. მაგალითად, კანადის ქალაქ ტორონტოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი თავდაპირველ პროგნოზებთან შედარებით რამდენჯერმე გაიზარდა. თუმცა ეს ხარჯები მაინც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ თანხებს, რომლებიც კატარმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ან ბრაზილიამ 2014 წლის მუნდიალისთვის დახარჯეს, რადგან ჩრდილოეთ ამერიკაში ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე არსებობდა. ეკონომისტების შეფასებით 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ეკონომიკაზე დაახლოებით 80 მილიარდ დოლარზე მეტ გავლენას მოახდენს. მასპინძელი ქვეყნები ელოდებიან მილიონობით ტურისტის ჩამოსვლას, 10,000-ობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და მილიარდობით დოლარის დამატებით შემოსავალს. მხოლოდ კანადაში მსოფლიო ჩემპიონატის ეკონომიკური ეფექტი დაახლოებით 3,8 მილიარდ კანადურ დოლარად ფასდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური სარგებელი 17 მილიარდ დოლარზე მეტს აღწევს, ხოლო მექსიკა განსაკუთრებით დიდ შემოსავალს ტურიზმისა და მომსახურების სექტორიდან ელოდება. ამერიკის ეკონომიკა მხოლოდ ტურისტული არხებით კვარტალურად 22-დან 76 მილიარდამდე დოლარის გენერირებას პროგნოზირებს. ლოს-ანჯელესის ოლქი, რომელიც 8 მატჩს მასპინძლობს, მარტო მოგზაურთა დანახარჯებიდან 594 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ელოდება. მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება ელისთავად FIFA-საც. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ტურნირი იქნება. მოსალოდნელი შემოსავალი კი დაახლოებით 11 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის კატარის მსოფლიოს ჩემპიონატის 7,5 მილიარდ დოლარს. შემოსავლების ძირითადი ნაწილი სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან, სპონსორებისგან, ბილეთების რეალიზაციიდან, VIP პაკეტებიდან და კომერციული პარტნიორობებიდან იქნება მიღებული. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის მნიშვნელობა მხოლოდ უშუალო ფინანსურ სარგებელში არ გამოიხატება. მასპინძელი ქვეყნები ტურნირს გრძელვადიან ინვესტიციად განიხილავენ. განახლებული სტადიონები, გაუმჯობესებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო პოპულარობის ზრდა ის მემკვიდრეობაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც დარჩება. სწორედ ამიტომ 2026 წლის მუნდიალს ხშირად არა მხოლოდ საფეხბურთო ტურნირად, არამედ ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტად მოიხსენიებენ. ტურნირის მასშტაბებიდან გამომდინარე, ბევრი ექსპერტი უკვე დღეს მიიჩნევს, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა გახდეს ყველაზე წარმატებული, ყველაზე შემოსავლიანი და ყველაზე ფართომასშტაბიანი მუნდიალი ფეხბურთის ისტორიაში. ღონისძიება, რომელიც არა მხოლოდ სპორტულ რეკორდებს დაამყარებს, არამედ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ კვალს დატოვებს 3 მასპინძელ ქვეყანაში.